გამარჯობათ გოგონებო, მე ვარ თაკო საზინა, მოხარული ვარ რომ დაგიბრუნდით კიდევ ერთი საინტერესო თემით, ეს არის თმის მოვლა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს გარეგნობაში. დღეს მე მოგიყვებით თუ როგორ უნდა მოვუაროთ მშრალ და ცხიმიან თმას. ხშირად მეკითხებიან ჩემს თმაზე, მე მაქვს მშრალი და შეღებილი თმა, რომელსაც ჭირდება განსაკუთრებული მოვლა და სწორედ ამიტომ მე არჩევანი გავაკეთე ZIA-ზე და BioRoom-ზე, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი არჩევანი მშრალი თმის მოვლისათვის. ეს არის ZIA-ს შეღებილი თმის შამპუნი და ნიღაბი, რომელიც დამზადებულია აბუსალათინის ზეთზე, არაჩვეულებრივად ამაგრებს თმის ძირებს და იცავს მას დაზიანებისაგან. ასევე მატებს მას ბზინვარებას. ნიღაბი შეგიძლიათ თმაზე გაიჩეროთ 3-5 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანოთ. ჩემი კიდევ ერთი საყვარელი პროდუქტია BioRoom-ის არგანის თმის შამპუნი, რომელიც არაჩვეულებრივად აღადგენს თმის სტრუქტურას და მატებს მას ბზინვარებას და ასევე BioRoom-ის ტალახის თმის ნიღაბი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი აღმდგენი ეფექტით. გადავედით ცხიმიან თმაზე, თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი თმა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ZIA-ს ლავანდა შამპუნი, რომელიც არ შეიცავს საპონს და არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას. მას აქვს არაჩვეულებრივი სურნელი და შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაშიც, თუ გაწუხებთ ქერდელი. ცხიმიანი თმისთვის ასევე ძალიან ეფექტურია BioDerma-ს NoDG, რომელიც შეიცავს კალციუმს და მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმის გამოყოფას. თმაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი აუვაროთ თმის ცვენას, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომით. მე გირჩევთ Sebamed-ის თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნს, რომელიც შეიცავს კოფეინს, ის აუმჯობესებს თავის კანის მიკროცირკულაციას და თმის ღერს ამაგრებს ძირებიდან. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო, იმედია მოგეწონათ ჩემი რჩევები. არ დაგავიწყოთ ვიდეოს დალაიქება და გამოწერა. მე გემშვიდობებით ზუსტად 1 კვირით და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას.